ხელების დაბუჟება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომლის დროსაც ადამიანი გრძნობს ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებას, ცვლეტას ან გრძნობელობის დაკარგვას. იმის გასაგებად, თუ საიდან მოდის პრობლემა, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ. ზუსტად რომელი თითები ბუჟდება და რა დროს. როგორ უნდა გავშიფროთ თქვენი დაბუჟება? დააკვირდით თითებს ხელზე. ლოკალიზაცია ყველაზე ზუსტად მიგვანიშნებს დაზიანების წყაროზე. თუ ცერა საჩვენებელი და შუა თითი გვიბუჟდება, ეს შუათანა ნერვის ზონაა. ამ დროს პრობლემა მაჯის გვირაბის სინდრომია. მაჯაში ხდება ნერვის მიჭყლეტა. ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, ვინც კომპიუტერთან მუშაობს, ან ხელებით ერთი და იგივე მოძრაობას ასრულებს. თუ ნეკა და არათითი გიბუჟდებათ, ეს არის იდაყვის ნერვის ზონა. პრობლემა შეიძლება მოდიოდეს იდაყვიდან, მაგალითად, თუ დიდხანს გიდევთ იდაყვი მაგარ ზედაპირზე, ან მოხრილი გაქვთ ძილის დროს. იმ შემთხვევაში, როდესაც მთლიანი მტევანი და მკლავი გიბუჟდებათ, თუ მოიცავს მთლიან ხელს, თან ახლავს სისუსტე, დაბუჟების წყარო უფრო მაღლაა. კისრის მალებში. საიდან მოდის პრობლემა? მოდით გავარჩიოთ. კისრის მალების შემთხვევაში მიზეზი არის თიაქარი. კისრის მალებს შორის ნერვის ფესვი იჭყლიტება, ტკივილი ან დაბუჟება ჩამოდის ხელში. როგორ უნდა მივხვდეთ? თუ თავის მიბრუნებისას ან დახრისას დაბუჟება ძლიერდება, ეს კისრის ბრალია. თუ ხელები გიცივდებათ, ფერსი ცვლის, ცივდება ან ლურჯდება და მერე ბუჟდება, ეს შეიძლება იყოს სისხლძარღვოვანი პრობლემა. შემდეგი ვიტამინების დეფიციტი და დიაბეტი. საკუთრებით B12 ვიტამინის ნაკლებობა. ის არის ნერვის დამცავი. მისი ნაკლებობისას ნერვები ზიანდება და ჩნდება სიმეტრიული დაბუჟება ორივე ხელში. მაღალი შაქარი კი აზიანებს პერიფერიულ ნერვებს და იწვევს პერიფერიულ ნეიროპათიას. როდის არის დაბუჟება საშიში? თუ დაბუჟება დაიწყო უეცრად, ერთ მხარეს. თან ახლავს მეტყველების არევა და სახის ასიმეტრია, ეს არის ინსულტის ნიშნები. თუ ხელში ძალა ისე დაგეკარგათ, რომ ნივთებს ვერ იჭერთ. როგორ უნდა მოვიქცეთ სახლის პირობებში? შეცვალეთ ძილის პოზა. ხშირად დაბუჟება არასწორად შერჩეული ბალიშის ან ბალიშის ქვეშ ხელის მოყოლის შედეგია. ასევე კისრის ვარჯიშები, ნელი ფრთხილი ბრუნვები და გაჭიმვები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თიაქარი არ გაქვთ. თუ გაქვთ მაჯის გვირაბის სინდრომი, ღამით გამოიყენეთ სპეციალური მაჯის ფიქსატორი, რომელიც მაჯას სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. ამ დროს ნაკლებია დაბუჟება. რა კვლევები შეიძლება დაგჭირდეთ ამ დროს? თიაქრის გამოსარიცხად კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. თუ მაჯის გვირაბის სინდრომზე არის ეჭვი და განსაკუთრებით ღამით აწუხებს პაციენტს, კეთდება კვლევა ელექტრომიოგრაფია, რომელიც ზუსტად გვაჩვენებს, რამდენად სწრაფად გადის იმპულსი ნერვში. ეს კვლევა ყველაზე ზუსტია ნერვის დაზიანების დასადგენად. შაქრისა და B12 ვიტამინის შესამოწმებლად კი დაგჭირდებათ სისხლის ანალიზი.